დღეს არის შაბათი 2 აგვისტო საეკლესიო კალენდრით დღეს არის 20 ივლისი 2025 წელი და ყველას გილოცავთ დღეს არის ილიაობა და პირველ რიგში ჩვენთვის ეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილიამორის ანგელოზის დღე და ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ ილიაობას და მინდა წინასწარ თქვა რომ აი სულ რაღაც ორი ილიაობა კიდევ გვაშორებს პატრიარქის აღსაყდრების 50 წლის იუბილემდე და ჩვენ გვინდა რომ ეს აღვნიშნოთ მასთან ერთად და ჩვენ გვინდა რომ ჩვენ ამისთვის ლოცულობთ და ვკითხულობთ 102 ფსალმუნს ყოველ დღე და გთხოვთ კიდევ ერთხელ გახსენებთ და წავიკითხოთ რომ ეს ბედნიერი დღე დადგეს რომ ეს იქნება საქართველოს ისტორიაში უკვე არის რა თქმა უნდა ეს სრულიად უნიკალური შემთხვევა ჩვენი პატრიარქის ამდენი ხნის მოღვაწეობა მაგრამ ეს იქნება დაგვირგვინება და ამიტომ ყველას გთხოვთ რომ კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ წავიკითხოთ 102 ფსალმი ახლა რაც შეეხება დღევანდელ დღეს ასევე მოგიყვებით კიდევ ბევრი წმინდანის ხსენება და რაც შეეხება ილია წინასწარმეტყველს ილია თესბიტელს ვისი ხსენებაც არის დღეს უპირველეს ყოვლისა ჩვენ მის შესახებ გვისაუბრია და ეს არის საუბარი რომელსაც არ აქვს ნომერი ესე ქვია ესე უნდა ჩაწეროთ საძიებელში მეუფე ნიკოლოზი ეს შესავალი სიტყვებია კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ანგელოზის დღე ესე ქვია ამ საუბარს და აღწერილობაში მეც მექნება მითითებული როგორ უნდა გადახვიდეთ თქვენ ამ საუბარზე და იქ მე ილია წინასწარმეტყველზე ძირითადად ვისაუბრე ამომწურავად შემდეგი ესე იგი ვისი ხსენებაც არის დღეს ეს არის წმინდა ილია მართალი და მე მაშინ ესე იგი მე მისაუბრია მის შესახებ ცოტა მაგრამ ეხლა გამოვაქვეყნებ აი ეხლა იქნება ამ ვიდეოსთან ერთად რომელზეც ეხლა რო გესაუბრებით ამ საუბართან ერთად გამოქვეყნდება ფილმი მის შესახებ გამოქვეყნდება ფილმი ეს არის ბატონ გიორგი შენგელაიას ფილმი ილია მართლის შესახებ რომელიც ჩემის აზრით ერთის მხრივ ხო ეს არის ამომწურავი აბსოლუტურად და ძალიან საინტერესო და მეორე მხრივ ბატონმა გიორგი შენგელაიამ ბოლოს გადაიღო რამდენიმე ფილმი ესეთ ადამიანებზე რომელსაც ქართველი ხალხი სახელით მოიხსენიებს რაც მოასწრო მას კიდევ ბევრი უნდოდა მაგრამ ვეღარ მოასწრო რომ ამოეწურა ეს თემაც მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი წმინდა ილია მართალზე გააკეთა და მე პირადად მქონდა მასთან შეხვედრა და მე ეს რამდენიმე ფილმი მან პირადად გადმომცა და ამიტომ ვაძლევ ჩემ თავისუფლებას რომ გამოვაქვეყნო ეს ფილმი ვერ გეტყვი სხვაგან არის თუ არა კიდე გამოქვეყნებული მაგრამ ჩემს აღწერილობაში იქნება მითითებული ამ ესე იგი ეს ფილმი იქნება ეხლა აი ამ საუბრის აღწერილობაში იქნება მითითებული და ნუ ასევე პირდაპირ გამოქვეყნდება ამ ჩემ არხზე ნუ ასევე ვინც გვისაუბრია ამ დღეს ეს არის წმინდა ანტიოქოს სარდინიელი ეს არის 97 საუბარი წმინდა ანტიოქოს სარდინიელის ხსენება არის დღეს და ესე იგი მე ახლა გადავდივარ უკვე იმ წმინდანებზე ვიზეც ჩვენ არ გვისაუბრია და უპირველესად ეს არის წმინდა სალომე ქართველის სპარსთაგან წამებული მე-13 საუკუნის წმინდანია და ნუ ძალიან ორი ცნობა არის სულ მის შესახებ ძალიან ნუ ფაქტიურად არაფერი ვიცით უბრალოდ ორი ცნობა არის ესე იგი უბრალოდ არის ნახსენები ეს არის პირველ რიგში იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვინაქსარი და წაგიკითხათ ნუ ძალიან მოკლეა ეს ყველაფერი
და ესე იგი იქ არის ესეთნაირად ნათქვამი საერთოდ სინექსარში ნიშნავს რომ ჩამოთვლილია იმ წმინდანების სახელი ვისი ხსენებაც არის და ესე წერია ამასვე დღესა ანუ იმ ჩამონათვალში არის ხსენება წამება ის სალომე ქართველისაი რომელ პირველ შეცდა სპარსთა მიერ და ქრისტე უარყო ნახეთ რა საინტერესო ცნობა რომ თავიდან ესე იგი როდესაც სპარსელებმა წამება დაუწყეს უარყო ქრისტე მაგრამ ამისა შემდგომად ყოლად აღიარა სარწმუნოებაი ქრისტესი და თავი წარეკვეთა და ცეცხლისა მიერ სრულ იქნა წამება იმისი ანუ ცეცხლში დაიწვა და მეორე მის შესახებ წერს მთავარეპისკოპოსი ტიმოთე გაბაშვილი მას აქვს ესეთი დაწერილი ნაწარმოები ესე ქვია მიმოსვლაი თავის მოგზაურობას აღწერს ეს მიმოსვლაი დაიწერა 1755-59 წლებში ეს არის მისი მოგზაურობა და ესე უწერია ტიმოთე გაბაშვილს იერუსალიმის ჯვრის მონასტერში წამებულა წმინდა მოწამე სალომე რამე თუ შეუყრიათ უსჯულოთა დატევებისათვის ჯულსა აიძულებდნენ რა განბასრა სარწმუნოება იმ მათი მხნემან მან ამისა შემდგომად ცეცხლითა და מחვილითა უწამებიათ სანატრელი იგი და ნუ აი თვითონ წამების შესახებ არსებობს აი როდის მოხდა ეს წამება ზუსტად არსებობს ვარაუდი რომ ეს მოხდა წმინდა ლუკა იერუსალიმელი ჩვენ მასზე გვისაუბრია იმ მოწამეებრივი აღსასრულის შემდეგ ეს არის 12 თებერვალი 1227 წლის აი ამის შემდეგ სავარაუდოდ მოხდა წმინდა სალომე ქართველის წამება შემდეგი წმინდანი ვიზეც უნდა გესაუბროთ აი ცოტათი მეტი გვაქვს სათქმელი თუმცა აქაც ძალიან მწირი ცნობები არის ნუ წმინდა სალომეს წმინდა ნაწილი რა თქმა უნდა არ გაგვაჩნია ეს არის ღირსის სევერა ტრირის იღუმენია ტრირი ქალაქი არის ტრირი ქალაქია გერმანიაში და ეს არის დღეს არის ხსენება 656 წელია 656 წელი მისი აღსასრულის დღე და აქ არის რაღაცა თავისებური ბედი ხვდა წილად ამ წმინდანს მიუხედავად იმისა რომ აი ხა ნახავთ რა ფიგურაა და რა მოვლენაა საერთოდ აქ ჩვენ გვისაუბრია წმინდა ოჯახების შესახებ და ესე იგი ეს არის არა მარტო წმინდა ოჯახი არსებობს ესეთი მოვლენა არ ვიცი რა ქვია მოვლენა როდესაც აი მთელი ოჯახი ჩვენ მაგალითად სევილიელი ეპისკოპოსები და ნუ ეს ოჯახი ლეანდრის ეპისკოპოსი ლეანდრი სევილის ეპისკოპოსი და მისი ოჯახი და ბასილი დიდი და მისი ოჯახი და ესეთი მოვლენები გვაქვს ჩვენ წმინდა ნინო და მისი ოჯახი მაგრამ აქ ლაპარაკია დინასტიაზე მთელ დინასტიაზე წმინდა დინასტიაზე რომელსაც რაღაცა ფაქტიურად წარუშლელი კვალი დატოვა მაგრამ სანამ მე ამ დინასტიაზე გადავიდოდი და ჩამოგითვლიდეთ ესეთი აი მიუხედავად ამისა ესეთი რა მოხდა რომ თანდათანობით დასავლეთის სამყარო მიივიწყა ეს წმინდანი ღირსის სერვერა და მოხდა ესეთი რაღაცა რომ არ ვიცი ხა ეს დეტალები არ არის იქ მითითებული რუსმა თუ უკრაინელმა ესე რომ ვთქვათ ну ეს ალბათ უფრო ზუსტი ესეა რომ რუსული წარმოშობის უკრაინელმა ქრისტიანებმა მოიპოვეს მისი სხეული ხოლმე აი დეტალები არ არის როგორ და ეს 2014-2019 წლებში სავარაუდოდ და ეს სხეული გადმოასვენეს ოდესაში და ოდესაში წმინდა ილიათე დღეს ხო ილიაობაა თან და აი ამ ილიას ესე ქვია შვეტა ილინსკი მონასტერი ამ ილიას სახელობის მონასტერში ლეთესბიტელის სახელობის მონასტერში გადმოასვენეს და იქ კრიპტაში ცალკე ესე იგი ცალკე პატარა ოთახი არის დათმობილი მისთვის და იქ არის მისი სხეული დღეს იქ განისვენებს და როგორც მოგახსენეთ მიუხედავად იმისა რომ ძალიან მწირი ცნობებია ამ სევერაზე ესეც აი სიმწრით არის მოპოვებული
აი ამ ქრისტიანებმა, უკრაინელმა ქრისტიანებმა მოიძიეს ეს მასალები, სხვადასხვა კაბნეული იყო და მაგრამ სანამ გადავიდოდი ამ უშუალოდ ამაზე, მინდა გამოსახულებაც რა თქმა უნდა არაფერი ამ მათ შექმნეს ამ უკრაინელებმა ეს ხატი, მაგრამ უბრალოდ შექმნეს, ესე იგი პირობითად. და ესე იგი ამათ მოიძიეს ამ სევერას წინაპრების მთელი გენეალოგია. ეს ყველაფერი იწყება, ესე იგი, როგორც მოგახსენეთ, ეს არის მე-6 საუკუნის მიწურული და მე-7-ს დასაწყისი, იმიტომ რომ წმინდა სევერა 656 წელს გარდაიცვალა საკმაოდ ასაკოვანი. ანუ აქ არის ბოლო მე-6 საუკუნის ბოლო და მე-7-ს დასაწყისი და პირველი ვინც არის ცნობილი, ეს გონი არ არის შერაცხილი წმინდანად, მისი სევერას ბაბუა, რომელსაც ქვია ანსბერტი. და ეს იყო ძალიან ცნობილი პიროვნება რომის იმპერიის გალო-რომის, ესე რომ ვთქვათ, სენატის, ესე იგი სენატის წევრი და აი ამას ყავდა, ესე იგი, ეს შვილები და შვილიშვილები, მოკლედ, აი თითქმის ყველა მოკლედ წმინდანი. მამა აი ამ სევერას მამა იყო არნულფი ერქვა სახელად 582-564 წლებში ცხოვრობდა და ესე იგი იყო მოგვიანებით მერე გახდა ქალაქ მეცის ეპისკოპოსი, აი ამ დინასტიის პირველი წმინდანია. ჯერ ოჯახი შექმნა და შემდეგ ეპისკოპოსი გახდა და ასევე კაროლინგების დინასტია იღებს აქედან სათავეს. თავისი ჩვენ ბევრი გვისაუბრე ამაზე, ამ კაროლინგების დინასტიაზე და მთელი დინასტია, აი კაროლინგების დინასტია დასავლეთ ეკლესიას ყავს წმინდანად შერაცხული, როგორც მოგახსენეთ. დედას ერქვა ოდა სუევია, მის შესახებ არ არის ცნობილი და შემდეგ აი ამ წმინდა არნულფი და არნულფის ყავდა შვილები, მოკლედ სევერას უფროსი ძმა მოდოალდი ერქვა სახელად მოდოალდი, იყო ტრირის ეპისკოპოსი, აი ამ ქალაქის, სადაც სევერა შემდეგ აღესრულა და მას ხალხმა უწოდა ჩაგრულთა მამა, იმიტომ რომ საოცრად ზრუნავდა, ესე იგი, თავის ხალხზე. ის იყო მეფე, ფრანკების მეფე დაგუბერტ პირველის მრჩეველი. ესე იგი, ჩვენ ახლა საუბარი გვაქვს მოდოალდზე, რომელიც უშუალოდ პირდაპირ სევერას უფროსი ძმა არის და პირდაპირ მასთან არის დაკავშირებული. მოდოალდი, ესე იგი და დაგუბერტ პირველის მრჩეველი იყო. მან აღზარდა მიუნსტერი, ეპისკოპოსი მიუნსტერის ეპისკოპოსი გერმანი, მისი აღზრდილია, ესეც წმინდანი. შემდეგ შეიხა მოკლე ცნობებს გაზრდით, იმიტომ რომ ხა დღეს აქტუალურია ესა და შეიწყნარა და შეიფარა დევნილი ეპისკოპოსი, კოგორის ეპისკოპოსი დესიდერიუსი და მოგვიანებით ბოლოს დაარსა ტრირში დედათა მონასტერი სააბატო წმინდა სიმფორიან ოტონელის სახელობის და ესე წერია ამ სევერას ცხოვრებაში, რომ მოდუალდი მოკლედ ეძებდა ღირსეულ კანდიდატს, რომ ეს ჩაებარებინა ეს დიდი მონასტერი, ვებერთელა მონასტერი, მაგრამ ვერ მონახა ეს კანდიდატი და ბოლოს იძულებული გახდა, რომ აი ყველაზე ღირსეული მართლა ვინც იყო და აი რაღაცა თერიდებოდა ამ ოჯახის წევრების დაწინაურებას, მაგრამ მე სხვა გზა არ ქონდა, იმიტომ რომ სევერა იყო აი სწორედ
ყველაზე ღირსეული ადამიანი, რაც მე დრომ დაადასტურა და უფალმა დაადასტურა, იმიტომ რომ სიცოცხლეშივე სასწაულს ქმედებდა და აი ღირსი სევერა, აი სწორედ მოდუალდმა თავის მიერ დაარსებულ მონასტერში დანიშნა იღუმენიად. ეხლა დაყავდა კიდე და სევერას, რომელსაც იტა ესე ეძახდნენ, თუმცა ერქვა იდუბერგა, იგივე იტა. აი ეს და ესე იგი ავსტრაზია იყო ამ ფრანკების სამეფოში ერთ-ერთი დამოუკიდებელი სამეფო, აი ამ ავსტრაზიის მაიორდან ესე ერქვა, მეფე არ ერქვა, თუმცა მეფე იყო ფაქტიურად ყველა ნიშნის მიხედვით, ავსტრაზიის მაიორდანი წმინდა პიპინ, წმინდა არა, ეს არ არის მიგონი შერაცხილი, პიპინ ლანდენელი, პიპინ ლანდენელის ცოლი იყო ეს იდუბერგა, ანუ იტა. და ამათ ყავდათ შვილები, რომლებიც ეს იტას წმინდანია, ანუ სევერას და ამათ ყავდათ შვილები, რომლებიც თითქმის 3-4 შვილი ყავდათ და ნუ 3-ზე 3 მათგანზე წერია, რომ ესენი არიან წმინდანები, ესენი არიან ვაჟები, შვილები, ბაონი და გრიმუალდი და ქალიშვილები, გერტრუდა და ბეგა. აი ორიოდე სიტყვით ყველაზე უნდა გითხრათ, მთელი ოჯახი წმინდანია და როდესაც მეუღლე გარდაიცვალა ეს პიპინ ლანდენელი წმინდა იტამ დაარსა მონასტერი, ბენედიქტური მონასტერი, დედათა მონასტერი ნიუელში და ესე იგი თვითონ იყო იღუმენია ჯერ და მერე თავის შემდეგ ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში თავისი ქალიშვილი გერტრუდა დატოვა, გერტრუდა 652 წელს ეს იტა გარდაიცვალა, გერტრუდა აგრძელებდა კიდევ ესე იგი მართვას და 659 წელს შემდეგ ისიც გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, ეს სუსტი ჯანმრთელობის მიუხედავად, იგი გახდა შემდეგ იღუმენია. შემდეგი მეორე ქალიშვილი იტას მეორე ქალიშვილი იყო ბეგა და ანზეგიზიუსის ცოლი იყო, მის ქმარს ერქვა ანზეგიზიუსი და ასევე გარდაიცვალა ეს ანზეგიზიუსი და ეს ბეგაც აღიკვეცა და უამრავი ტაძარი და მონასტერი ააშენა ბეგამ და 693 წელს უკვე დიდხანს ეს გვემეშტე საუკუნის ბოლოა, დიდხანს იცოცხლა და შემდეგ შვილი იტას შვილი, ანუ სევერას დიშვილებზე ახლა ლაპარაკი. ესე იგი, ეს ბაონი რო გითხარით, ბაონი ვახსენეთ, ბაონს ნათლობაში ერქვა ალოვინი და შემდეგ აღკვეცისას ეწოდა, ბერად აღკვეცისას ეწოდა ბაონი. და ეს გამოირჩეოდა თავიდან რაღაცა ნუ მოკლედ აღვირახსნილობით რაღაცნაირი ჩამოთვლილია, ბევრი რაღაცა და მე რაღაც ესე იგი მოხდა მის ცხოვრებაში, როგორც ჩანს და ესე იგი მეუღლე, რომელიც ძალიან უყვარდა, გარდაეცვალა და ამის შემდეგ იგი აღიკვეცა და გახდა მხადაგებელი ქრისტიანობის და გარდაიცვალა 634 წელს ადრე გარდაიცვალა და ნუ ეს მოღვაწეობდა ბელგიაში, დღევანდელ ბელგიის ტერიტორიაზე და არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად თაყვანისმული წმინდანი ბელგიაში, უამრავი ტაძარი და მონასტერი არის წმინდა ბაონის სახელობის. შემდეგ, მოკლედ ეს რაც შეეხება ამ წმინდანებს. ახლა თვითონ სევერაზე რო ვისაუბროთ, მოკლედ როგორც მოგახსენეთ, მოდუალდმა რომ მისმა ძმამ რომ ეს ტრირში დაარსა მონასტერი, ყველაზე ღირსეული ადამიანი მისი დააღმოჩნდა და დანიშნა და აი ხა რა წერია ამ სევერაზე მის ცხოვრებაში, რომ ბავშვობიდან მას ჰქონდა საოცარი სურვილი, ესე იგი საოცარი მისწრაფება ღვთისმსახურებისაკენ, ღვთისმსახურებას ესწრებოდა, წმინდად ინახავდა თავს და ბევრი ხელსაყრელი, რა ვთქვათ, ესე იგი წინადადება უარყო ოჯახის შექმნაზე და თავიდან ჰქონდა თავი გადადებული
მოკლედ ამ მონასტრული ცხოვრებისათვის და სახში, როდესაც ცხოვრობდა ჯერ კიდევ ოჯახში, იგი ცხოვრობდა წმინდა ბენედიქტე, მაშინ ძალიან გავრცელებული იყო ამ ბენედიქტეს, ახალი იყო ეს ყველაფერი, ბენედიქტეს ტიპიკონი, ბენედიქტეს და სკოლასტიკას ესე წერია, აი ეს ცნობილი ჩვენ მასზე ბევრი გვისაუბრია, აი ბენედიქტეს ტიპიკონი ჯერ კიდევ ერში ცხოვრობდა და ესე ლოცულობდა, მთელი დღე შრომობდა და მთელი ღამე ლოცვაში ატარებდა. და აი ხა ჩამოგითვლით რა წერია მასზე, რომ ერთი რომ ესე იგი მის სახე არასოდეს დაუმახინჯებია მრისხანებას, აი რომ გამხეცდება ადამიანის სახეზე ხო ეთყობა და არასოდეს ეს არ ქონია აი მრისხანების წოდისგან იყო თავისუფალი. მერე ესე იგი როცა გახდა იგუმენია განსაკუთრებით იმაზე ლაპარაკი, რომ აი თქვათ ფრანკი რომელიმე დიდებული ანუ გრაფი რომ მოსულიყო მონასტერში სტუმრად აი მას და უკანასკნელ გლახაკს აი რომელიც მოდიოდა ერთნაირად ხდებოდა და ერთნაირ პატივს მიაგებდა შემდეგ ესე იგი მსახურებისას ტაძარში პირველი მოდიოდა და უკანასკნელი მოდიოდა და როდესაც სამუშაო დღე ანუ ეს მოცილებებს ხო ასრულებენ ყველანი თავრდებოდა ამის შემდეგ იგი ყველაზე ჭუჭყიან საქმეს მონასტერში ყველაზე მძიმე მორჩილებებს ასრულებდა შემდეგ არასოდეს მიუხედავად იმისა რომ დედოფალი იყო ფაქტიურად ხო არასოდეს აძლევდა თავს უფლებას რომ უფრო მეტი ქონოდა რაიმე ნივთები ვიდრე მონასტრის დებს შემდეგ ესე იგი ძალიან ზღუდავდა საკუთარ თავს საკვების მიღებაშიც და ძილშიც ძილსაც იკლებდა და ესე იგი მისი მთავარი დევიზი ცხოვრებაში იყო მისი თავი დევიზი ცხოვრებაში იყო ქრისტეს სიტყვები რომელსა უნდეს პირველ თქვენ შორის პირველ ყოფაი ანუ უფრო ის ყოველთა ვისაც უნდა უფროსობა უნდა იყოს ყოველს მსახური აი ამას აკეთებდა მთელი ცხოვრება ამას აღასრულებდა შემდეგ მთელი თავისი ქონება რაც ერგო მზითები თუ რა ვიცი როგორ ქვია მან მოახმარა აი ამ მონასტრის შემკობას და ასევე გაჭირვებულების დახმარებას ეს ცნობილი იყო მისი მოწყალება და ყოველ დილით უამრავი ადამიანი ელოდებოდა მას მონასტრის კარებთან, რომელსაც მისი მოწყალების იმედი ჰქონდა, თუმცა ბევრი მოდიოდა ისეთიც, ვისაც მაინდამაინც მატერიალური დახმარება კი არ ჭირდებოდა, არამედ მისი რჩევა და მისი დალოცვა. და რომ ლოცვებში მოეხსენებია, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ უკვე სიცოცხლეში მან დაიწყო სიცოცხლეშიც სასწაულთ ქმედება და გარდა ამისა იგი ცნობილი იყო ძალიან ღრმად იცოდა ღვთისმეტყველება, ძალიან კარგად იცოდა და იყო მტკიცე დამცველი მართლმადიდებლობის, ანუ სწორი სწავლების, სწორი ქრისტიანული სწავლების, ეს მართლმადიდებლობას ვამბობთ, უბრალოდ სიტყვის მიხედვით, თორემ მაშინ ჯერ კიდევ ეკლესიები არ იყო გაყოფილი და ანუ მოკლედ აი სარწმუნოების ჭეშმარიტებას იცავდა თავის მრევლს და ცნობილია მაგალითად ვინმე ლუდოლფი ეპისკოპოსი, მთავარ ეპისკოპოსი, რომელიც არასწორად ასწავლიდა და მან უშიშრად ამხილა და მოუწოდა მკაცრად, რომ რომის ეკლესიის სწავლებისათვის არ გადაეხვია, რომელიც იმ პერიოდში განსაკუთრებით იყო მართალი სარწმუნოების მტკიცე დამცველი, მაშინ როდესაც აღმოსავლეთ რომის იმპერიაში ხშირად ესე იგი ეს არეულობა იყო ამ ხრივ. და ბოლოს მშვიდობით აღესრულა და ათასობით ადამიანი მოვიდა მთელი მაშინ ჯერ საფრანგეთი არ ერქვა ჩვენ ამაზეც გვისაუბრია ფრანკების სამეფოს მთელი აი ყველა კუთხიდან
მოვიდა მის დასაფლავებაზე მონასტერში, ამავე მონასტერში კრიპტა ქვია ქვედა დაფარულ ადგილს და ამ კრიპტაში დაასაფლავეს მოდუალდის თავისი ძმის გვერდით და იქ იყო ასევე ტრირის ქალაქ ტრირის ეპისკოპოსების ძვალსალაკი და ესე იგი იქ სასაფლაო და იქ დაასაფლავეს და მის საფლავზე მიუხედავად იმისა რომ ძმაც წმინდანი ყავდა აი მისი საფლავი იყო გამორჩეული სადაც უამრავი ადამიანი მოდიოდა მისი გარდაცვალების შემდეგაც და ბოლოს როგორც მოგახსენეთ უკვე მოგვიანებით უკვე შესუსტა მისი თაყვანისცემა და მარტო კალენდარმა შემოინახა თუმცა აი ამ 2014-19 წლებში ამ რუსი წარმოშობის ესე რომ ვთქვათ უკრაინელმა ქრისტიანებმა მოიძიეს და ოდესაში წმინდა ილია წინასწარმეტყველობის წმინდა ინდია წინასწარმეტყველის სახელობის მონასტერში ტაძარში ტაძარი არის იქა და იქ გადმოასვენეს აი ეს არის წმინდა სევერას შესახებ ყველაფერი და მეკი ხა მინდა რომ გაჩვენოთ აი წმინდა სევერას ესეთი ფრაგმენტები გვაქვს და ნუ მოკლედ აი როგორც მოგახსენეთ ეს გამოსახულება იმდენად ესეთია რა ქვია პირობითია რომ რაღაც კი წამოვიღე შემდეგი წმინდანი ვიზაც მინდა გესაუბროთ ეს არის არც არის ესე იგი არც არის სასაუბრო არაფერი სამწუხაროდ ეს არის წმინდანთა დასი რომელიც რომის მარტიროლოგში მოიხსენება ესენი არიან საბინუსი იულიანე მაქსიმე მაკრორობიუსი და კასია პაულა ესენი ქალები არიან და კიდე 10 სხვა დამასკელი ქრისტიანები არაფერი არ უცით წელიც არ უცით მათი უბრალოდ ესე კალენდარში არიან მოხსენებული 20 ივლისს და ნუ სავარაუდოდ მაქსიმიანე იმპერატორის ეს არის მესამე საუკუნის ბოლო სავარაუდოდ მაქსიმიანეს აი ეს არის პაულას წმინდა ნაწილი და ეს არის საბინუსის წმინდა ნაწილი აი ამაშია ნახეთ აი ამ სანაწილეში გადავიტანეთ ეს აი და ბოლო წმინდანი ვის შესახებაც დღევანდელ მეტი არაფერი არ ვიცით ამის შესახებ და ბოლო წმინდანი ვის შესახებაც აქაც არაფერი არ ვიცით მაგრამ რაღაც ორი სიტყვით მინდა გითხრათ მაინც სულ ახლახანს ქონდა ვახსენეთ ის მაშინაც სულ ახლახანს ეს იყო ნუ საეკლესიო კალენდრით ეს იყო 6 ივლისი დღეს არის 20 ივლისი ანუ 2 საუბრის წინ ესე იგი იქაც ფაქტიურად ეს იყო 74 საუბარი და ამ ეს საუბარი უბრალოდ მე გითხარით გამოვაქვეყნე რომ ნუ უბრალოდ რო გენახათ თორე იქ ახალი არაფერი დამემატებია ეს არის წმინდა საბა სტრომინელი იღუმენი წმინდა საბა სტრომინელი იღუმენი და მაშინ წმინდა ნაწილით გაჩვენეთ მისი ცოტა მოზრდილი ფრაგმენტი გვაქვს ესე იგი 6 ივლისს იყო რადონეჟელი წმინდანების კრება და იქ იყო ამიტომ იყო მოხსენებული როგორც ესე იგი რადონეჟელი წმინდანი სულ რამდენიმე რადონეჟელი წმინდანი ყავს რადონეჟელი და მოსკოველი წმინდანების კრება ესე ეწოდება დღეს კი არის უშუალოდ მისი ხსენება დღეს 20 ივლისს და ამიტომ გეტყვით უბრალოდ გეტყვით და გაჩვენებთ თუმცა არც საჩვენებელი და არც სალაპარაკო მაინდამაინც არა გვაქვს ეს იყო წმინდა სერგი რადონეჟელის რომელზეც ჩვენ გვისაუბრია მისი მოწაფე ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული მოწაფე სერგი რადონეჟელის და ესე იგი აი ეს სტრომინის მონასტერი ეს არის მდინარე დუბენკაზე აი ეს სტრომინა ესე იგი ადგილს ქვია და აი სტრომინაზე ამ მდინარეზე დაარსა
სერგი რადონეჟელმა მონასტერი და დანიშნა თავის სიცოცხლეშივე დანიშნა ისიც როგორ წერია ამ მატიანეში ესე წერია რომ სერგი რადონეჟელმა დანიშნა თავისი მოწაფე რომელიც მისი დიდი ლავრის თვითონ სერგის ლავრის ეს არის ну ადრე ესე ზაგორსკს ესე ეძახიან რომ მიგანიშნოთ ცუდი სიტყვა იმიტომ რომ კომუნისტებმა გადაარქვეს სახელი და ზაგორსკი დაარქვეს იმას და ეს იყო სერგის პასად ესე ქვია ტროიცა სერგიუ პასად ხო და აი აქ დაარსა ესე იგი მონასტერი, აი მონასტერის სულიერი მოძღვარი იყო სერგიმ დანიშნა, ძმებისთვის დიდი ნუგეში იყო ამ საბასთან საუბარი, საბასთან აღსარების თქმა და აი ამას აკეთებდა და შემდეგ დანიშნა მონასტრის წინამძღვრად და ეს იყო 391 წელი, როდესაც საბა დაინიშნა. თუმცა დიდხანს აღარ მოუწია, ესე იგი დიდხანს აღარ მოუწია და 392 წელს იგი აღესრულა და იმავე წელს გარდაიცვალა სერგი რადონეჟელი, ერთ წელს გარდაიცვალენ 392 წელს. და მოგვიანებით 1996 წელს გაიხსნა მისი საფლავი და მოხდა ნაწილთა აღმოყვანება თავიდან ხის სარკოფაგში ჩაასვენეს და მოგვიანებით უკვე მოოქროვილი სარკოფაგში გადაასვენეს. ეს არის 1684 წლის ფოტო კი არა, ფრესკა მონასტერში 1684 წლის და არის კიდე ეს შედარებით თანამედროვე აი მონასტერში სატრაპეზოში, წმინდა სერგის ლავრაში სატრაპეზოში არის მისი ესეთი გამოსახულება. ну ეს პირობითია ეს ყოფილი რა თქმა უნდა. და ეს არის აი ამ სტრომინში, იმ ადგილას სადაც ის იყო იღუმენი, აი ეს არის მის საფლავზე აშენებული ესეთი პატარა ტაძარი და ფაქტიურად მინდა გითხრათ, რომ აი დღევანდელი ჩვენი საუბარიც დასრულდა, ამოიწურა ეს ყველაფერი და მე კი ესე იგი ჩამოგითვლით, ვის შესახებ ვისაუბრეთ ჩვენ, ესე იგი როგორც მოგახსენეთ, დღეს არის 2 აგვისტოს საეკლესიო კალენდრზე, დღეს არის 20 ივლისის და ეს დღეს არის ილიაობა, ილია წინასწარმეტყველის, ილია თესბიტელის ხსენება და ჩვენი პატრიარქის ილია მეორის ანგელოზის დღე და ილია მართალმა ჭავჭავაძემ ამ დღეს ილიაობა დააწესა, ძალიან დიდი ზეიმი იყო და მასთან უამრავი ადამიანი იკრიბებოდა ხოლმე და წმინდა ილია მართლის შესახებ გამოქვეყნდება ფილმი ბატონი უდიდესი ქართველი რეჟისორის გიორგი შენგელაიას ფილმი. ასევე ჩვენ ესე იგი 97 საუბარი იყო, როდესაც ანტიოქოს სარდინიელზე ვისაუბრეთ, ვისი ხსენებას დღეს არის და დღეს ახლა ჩვენ ვახსენეთ წმინდა სალომე ქართველი, რომელიც არაფერი არ გაგვაჩნია და არც მაინდა-მაინც ინფორმაცია. წმინდა სევერა ტრირელზე ვისაუბრეთ ყველაზე დიდხანს, თუმცა მისი არაფერი გამოსახულება გაგვაჩნია. ასევე წმინდა საბინუს და პაულა დამასკელებზე, რომლის წმინდა ნაწილები გვაქვს და სხვა არაფერი ვიცით. და ბოლოს წმინდა საბა სტრომინელი მის შესახებაც ძალიან ცოტაა და მე კი უკვე აღარც ვიცი ალბათ წმინდა საბას სახელს დავარქმევ დღევანდელ საუბარს წმინდა საბა სტრომინელის. მე კი ამითი გემშვიდობებით ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.